საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომიზადა მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა მრგვალი მაგიდა გამართა საუბრის თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები იყო. ღონისძიებაში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მხარეებმა რეგულაციასთან დაკავშირებით არსებული კრიტიკული შენიშვნების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობა და ის საფრთხეები განიხილეს, რომლებსაც ახალი რეგულაცია სამოქალაქო სექტორის ეფექტური საქმიანობისთვის და სამოქალაქო ნდობის აღდგენას ემსახურება. დღესვე მომზადდა მიმართვა, რომელსაც მრგვალი მაგიდის წარმომადგენლები და წევრები ეკა ტყეშელაშვილს გადაუგზავნიან. განვიხილავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესებს და ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს, ასევე გვაქვს გეგმაში, რომ ეს შენიშვნები ჩამოვაყალიბოთ მიმართვაში, რომელსაც გავუგზავნით ქალბატონ ეკა ტყეშელაშვილს და ვთხოვთ, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორს, რომ არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. შეხვედრაზე განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესის შესახებ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დადგენილება სერიოზულად ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გარდა ამისა, ჩვენი სამართლებრივი შეფასებით მას არ გააჩნია კანონის მიერი საფუძველი. შეხვედრაზე ჩვენ შევიმუშავებთ ასევე მიმართვას სახელმწიფო მინისტრის სახელზე, რომელიც სულ ახლახან შეიცვალა და ამ მიმართვაში ჩვენ მას ვთხოვთ პირადად შეხვედრას, სადაც პირადად გავაცნოთ ჩვენი წუხილები ამ დადგენილებასთან დაკავშირებით და ვუთხრათ, რა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ დადგენილების ცხოვრებაში გატარებას.